დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ზეციური მადლი საოცრად ერწყმის ქმნილების სილამაზეს, ხოლო მიწიერ საბუძვართა სიმდიდრე უმაღლესი მოღვაწეობის სულთან არის შეზავებული. ასეთი ადგილია კაცხის სვეტი, ქვის გიგანტი, დიდებულად რომ გაქვავებულა მიწასა და ცას შორის, თითქოს შესაქმის წიგნის გადაშლილ ფურცელს წარმოგვიდგენდეს. მისი მნიშვნელობა მით უფრო განსაკუთრებულია, რომ აქ სამონასტრო ცხოვრება ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში დაწყებულა, მანამ ვიდრე საბერძნეთში ცნობილი მეტეორები დაფუძნდებოდნენ. მეტეორას სამონასტრო უფრო გვიანდელებია, მანდ არის 13-14 საუკუნიდან და ბევრად უფრო დიდი ფართობის სვეტებია იქ, სადაც ეს არის. ეს ჩვენი კაცხის სვეტი ძალიან ისეთია, კომპაქტური რაღაც თავის პროპორციულებით, ესე იგი, ფართობით, ზევით და სიმაღლე ძალიან ისეთია, კომპაქტურია და მნიშვნელოვანია თავისთავად, იმიტომ რომ ეს მესვეტეობის ცხოვრება და ქვევით არის, სვეტის ძილში არის ჯვარი. ბოლური ჯვარს ვეძახით, აი ეს ჯვარი ალბათ უნდა იყოს მე-6 საუკუნეს. კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილი კლდოვანი მასაა. მისი სიმაღლე 40-45 მეტრია. იგი ძირითადად შვეულად არის აღმართული, თუმცა მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ბუნებრივი ტერასაა განთავსებული. ეჭვგარეშეა, რომ კაცხის სვეტი უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანის ყურადღებას. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობამდე სვეტი წარმართული კულტის დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: ნაკერბთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა, როკვანი, ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწფერხისა სიმღერითა გაათენიან. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი სვეტზე ეკლესია აშენდა და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო. ისტორიული ცნობების თანახმად კაცხის სვეტზე თავდაპირველად განდეგილები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი ეკლესია აიგო. ამჟამად სვეტი კომპლექსის შემადგენლობაში შედის, რომელშიც გაერთიანებულია გალავანი, სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია, საძვალე, ძველი სამრეკლო და ბერების საცხოვრებელი სახლი. თუმცა მე-15 საუკუნის შემდეგ სვეტზე სიცოცხლე შეწყვეტილა და დროთა განმავლობაში დანგრეულა აგებული ეკლესიაც. ეს არის ბოლო მოღვაწის, ამ სვეტზე ბოლო მოღვაწის ძვლები, რომელიც თვით მამა მაქსიმეს ხელით არის გასუფთავებული და ჩაბრძანებული ამ ლოსხომაში. ეს ბოლო მოღვაწე, თურმე რომ არავინ აღარ დარჩა ამ ეკლესიაში, ამ სვეტზე მოღვაწე, ბოლოს თვითონ თავის გამოქვაბულში შევიდა, მოიხურა ქვით კარები და იქ აღესრულა. 1997 წლიდან კაცხის სვეტზე ბერი მაქსიმე ქავთარაძე დამკვიდრდა. წლების განმავლობაში სვეტზე ასვლა ვერ ხერხდებოდა. ჩვენ პირველად, ესე იგი, ეს იყო 99 წლის სექტემბერი. ავედით იჩნა გუჯაბის ალპინისტის ხელმძღვანელი დავედით, ვიყავით. მე ვიყავი, ხელოვნებაცოდნე გიო გაგუშიძე იყო, არქიტექტორი რეზო ჯანაშია და არქეოლოგი გია მახარაძე. აი ეს იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას 45 წელს იყო ასული ბატონ ვახტანგ ჩიჩაძე სპეციალისტი. ეს 45 წლის მერე მოგვიწია ჩვენ ასვლა უკვე სპეციალისტების ესეთი ჯგუფი. მაგ მამა მაქსიმეც იყო ჩვენთან. ჩვენ დავთვალე საოცრად ესე იგი ნანგრევები სამ სცენარებით სავსე იყო თავრობა და ძალიან ისე გამოირჩეოდა მიწაში ნაყარში იყო ძალიან ისე ნანგრევები ძალიან ისე იყო რომ ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა რომ ამიტომ კედლები. ესე იგი 2000 მაგის მერე 2000 დავიღეთ ჩვენ რაღაც ჩვენი ისე ნახეობი წინასწარ და 2005 წელს არაფერი არ მოხდა. 2005 წელს უკვე ადგილობრივი არის ჭიანთურელი ბატონი ტაკო გურჯიძე, ვის კიბე გამონტაჟა მაშინ ესა. და ალბათ კიდევ ერთხელ ისე ბიზნეს ხელმძღვანელობით ავდით უკვე სპეციალისტად და ამის შემდეგ უკვე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. გაწმენდა სვეტის, რომ ვენახა საერთოდ დაიქმნებოდა მთლიანი ანტიკა. ეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის
ფონდის საფინანსებით ხდებოდა. აღდგენითი სამუშაოების განხორციელება კაცხის სვეტზე საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაარსების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და უშუალო მონდომებით სვეტს უმოკლეს დროში დაუბრუნდა საუკუნეების ჟამთა ცვლისგან დაკარგული იერი. ასლა რაც ამოვიდა ის თქვა ფაქტურად დაგჭირდებოდა შემდგომში სარესტავრაციო და იმის ჩამოტანა, უქმევი ჩამოტანა და მე ისე უკან დაბრუნება სირთულებთან იყო ხო და ამიტომ ნაწილი გაიწმინდა სვეტის ჯერ რაც ეკლესია იდგა. აღმოჩნდა რა საკუთრებლის ხარი აფსიდა მთლიანად ჩანგრეული იყო. არ არსებობდა მოწყვეტილი იყო კლდე მთლიანად იქიდან. დამჩენილი იყო დასავლეთ კედლის ნაწილი, სამხრეთ კედლის იყო ცოტა დამჩენილი და დასავლეთთან ერთი რიგი ხვა იყო სადაც ჩანდა შესასვლელი კარის ადგილი. სხვანაირად დარჩენილი არ იყო არაფერი, ეკლესიასაც შეეხება და თქვენს საძვალე რომელიც მთლიანად იყო შემორჩენილი. ამის შემდეგ გადასწარო გაკეთებული იყო რესტავრაცია, ეკლესიის რესტავრაცია თვითონ უკვე. ეს მასალა დახარჯული იყო რესტავრაციისთვის და დანარჩენი ნაწილი გაწმენდილი იყო შემდეგ, იმიტომ რომ იქ დასალაგებელი ადგილი ქვებისთვის გაწმენდილი ქვებისთვის არ იყო საშუალება. და 2007-ში დამთავრდა, 2008-ში დავიწყეთ უკვე რესტავრაცია ტაძრის. მან იყო როგორც ეს კარების ვიცოდით, კარების სიგანე ვიცოდით, სიმაღლეზე იყო და ჩვენ ქონდა ვახტანგ ცინცაძეს ანაზომი ძველი 44 წლის ანაზომი, სადაც დასავლეთ კედელი უფრო მეტი იყო დარჩენილი და აი ამის მიხედვით ქართული ეკლესიის პროპორციებით რაღაც შევადგინეთ პროექტი, რომელიც დამტკიცდა საპატრიარქოს სამჭიროთსა და კულტურის სამინისტროშიც. და დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია. პარალელურად შემდეგ წელს უკვე 2007-ში თქვა 8-ში თქვა ვწდები გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები უკვე. ეს გათხრები გაგრძელდა უკვე სვეტის ჩრდილოეთ ნაწილში. სადაც ბატონ ვახტანგს ეგუნა მანდ იყო კიდე მეორე ეკლესია და გათხრება გვაჩვენა რომ იქ არ იყო ეს მეორე ეკლესია და იყო ორი სენატი. იმიტომ მან დამოვიდა მასალა ამოვიდა არქეოლოგიური მასალა იყო ეს საყოფაცხოვრებო ნივთები იყო, ნამტვრევები იყო საყოფაცხოვრებო კერამიკის. იყო აგრეთვე ქვევრები აღმოჩნდა, 5 ქვევრი იყო. 5 ქვევრი აღმოჩნდა, რომელიც ალბათ იყო ღვინისთვისაც, წყალისთვისაც ალბათ და შეიძლება ზეთიც კი იხმარებოდა. ამდენად ესე ისეთ დამტკიცდა რომ ეს სვეტი, ესე იგი, არ იყო მარტო მყოფელი სვეტი. იყო პატარა მონასტერი იყო. სამონასტრო, როგორც მეტეორა რაღაც ესეთი მცირე ზომის. ფართობი მთლიანად ზევით არის 150-170 კვადრატული მეტრი დაახლოებით და ის მთლიანად ვერ არის თვისება, იმიტომ რომ მისასვლელები ცოტა ძნელია კუთხეებში. ამ სენაკებთან აღმოჩნდა კიდევ ხარო, რომელიც როგორც ჩანს, გადახურული სენაკები რო იყო, იქიდან წყალი შეგროვებული, დოვდებოდა ამ აშენებული იყო ეს ხარო იყო რაღაც, რომელიც კიდეთ იყო ამოლესილი მთლიანად. ამ სენაკების მიხედვით ესე იგი სენაკები სამძიმ მდგომარეობაში იყო, ხეებით იყო, ფესვებით იყო გაჩერებული და აიზომა ეს ყველაფერი და გაკეთდა შესაბამისი პროექტი ამის სენაკებისაც. და შემდეგ უკვე მოხდა ამ სენაკების აღდგენა დაახლოებით იგივე მასალით, რაც დახვდა ზევით. ფაქტობრივად ჩვენ ეკლესიაზე სენაკებს კი დაჭირდა მასალის ატანა. ეკლესიაზე დაგჭირებია ძალიან ბევრი დამატება ქვის მასალის ატანა. შირიმის არის ეკლესია აშენებული, შირიმის ქვით და ფაქტობრივად ყველაფერი ქვიპოვდა ფაქტობრივად. იქ ეყარა, იმიტომ რომ რაღაც გადმოვარდა თავისი გადმოვარდა და სენაკებს რაც შეეხება, სენაკები ისეთ ადგილზე იყო, რომ დაიშალა. საინტერესოა კიდევ რომ სენაკების დასავლეთ ნაწილში სადაც ვიფიქროთ კლდე იყო მთლიანად. და შემდგომ უკვე მამა მაქსიმუმ ნახევარ ვინც ეხმარება ხალხი ეს მიწვიდებოდა ქვევით, უკვე მიწა იყო ქვევით მთლიანად. არქეოლოგებს რო გაწვდა მიწები გრძელდებოდა ქვევით, აღმოჩნდა დაახლოებით ის მაგრამ დაახლოებით 4 მეტრ ნახევარზე დაახლოებით მაინც არის მთლიანად მიწრული იყო, მიწით ამოვსებული. სადაც მე აშენდა ისე სათავსები, ანუ ეს ამოშენდა მთლიანად და ეხლა ქვევით ორი თაღი სათავსი, რომელიც ჩასასვლელი ხდება სენაკის ხედავ. ამ სვეტზე კიდე არის ქვაბული ერთი, რომელიც არის დასავლეთ მხარეს, ეკლესიის დასავლეთ მხარეს. ჩასასვლელი არის კიბე გაკეთებულია კიბე და ეს ქვაბული როგორც ჩანს იყო აი ეს ბერის გასასვლელი, თვითონ მარტო ჩადიოდა ალბათ უკვე მარტო ყოფილის ეს იყო ალბათ სენაკი.
სექტემბრის თვეში განახლებული აღდგენილი კაცხის სვეტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და წმინდა სინოდის წევრებმა მოილოცეს. კაცხის სვეტის მიმართ ყურადღება უდიდესია. ჩვენი სტუმრობის დროს სიწმინდეს მოსალოცად თბილისის წმინდა პანტელეიმონის ტაძრის წინამძღვარი და მრევლი ეწვია. ჩემი ეკლესიის მრევლი წმინდა პანტელეიმონის ეკლესია თბილისიდან ჩამოვედით მოსალოცად. ჩამოვედით რაღაც ისეთი შთაბეჭდილებით წამოვედი, რომ იყო მონაყოლი ვიცოდი მე, წაკითხული მქონდა, მაგრამ ეს რაც უკვე დავდექი მე რეალობის წინაშე, რაც მე დღეს ჩემი თვალით ვნახე, ეს არის დიდი წყალობა ღვთის უფლის. მართლაც რომ არ არსებობს ქვეყანაზე ესეთი ადგილი. შეუძლებელია რომ სადმე რომელიღაც ქვეყანაში ესეთი უდიდესი სიმდიდრე იყოს, რაც ჩვენ უფალმა ანგვიბოძა ქართველი არს. ბედნიერები ვართ. ის რომ დღეს მე ვნახე მე-6 საუკუნის ტაძარი დედათა მონასტერი. კლდეში გამოკვეთილი, აი ეს დღეს ის რომ სვეტზე ვდგევარ, ეს არის სიზმარში მგონია ჩემი თავი. მადლობა ვსწირ ამას ყველაფრისათვის, რომ ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა ესე ძალიან დიდი სიწმინდეებით დააჯილდოვა. ვტოვებთ ამ საოცარ ადგილს და გრძნობთ, რომ მიყვება საუკუნოვანი მადლი, რომელიც ამ წმინდა ადგილებში დავანებულა. ახლა სავანის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მივემართებით, რომელიც დანგრევას საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა გადაარჩინა. სიუჟეტს სავანის წმინდა გიორგის ეკლესიიდან კვირიაკე მომდევნო კვირას შემოგთავაზებთ.